გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ გალბატონო. მე გაწუხებთ სამგორის რაიონის დიდ ლილოდაგენებს. დიახ. იცით რაშია საქმე? ჩვენ დაგვიმონტაჟეს მრიცხველები, მოხდა წყლის გამრიცხველიანება სადღაც თებერვალში. და დღემდე არ მოგდის ქვითრები, რომ გადავიხადოთ გადასახადები. და ვისაც მოსდის ქვითრები, არ აქვს სახში შეყვანილი წყალი და მოსდით 50, 60, 70, 100 ლარი ასე დაახლოებით მე უჭრიან სულ და სანამ ამ თანხას არ გადაახტევინებენ, მანამდე არ უხდია და ანუ ზუსტად რო გკითხოთ, ესე იგი, მრიცხველი დგას, მაგრამ წყალი არ არის ჩართული და მრიცხველი ტრიალებს ამ დროს თუ არა, წყალი გვაქვს, მაგრამ არ მოდიან რომ აღრიცხონ ეს არ მოდიან. მოგვიდეს ქვითრები, რომ და მეორე შემთხვევაში თქვენ ახსენეთ, რომ არ არის წყალი მიერთებული და მაინც მოსდითო თანხები. კი, აი ბარატამდე არის, რომ მე იქიდან უნდა შეიყვანოთ სახში, ხო? აი ეს სახში არ აქვს შეყვანილი ბარატამდე კი მოდის წყალი, სადაც დგას მრიცხველი და სახში არ აქვს შეყვანილი და მოსდით გადასახადები, დიდი რაოდენობით 50 ლარი, 60 ლარი და ასე შემდეგ, გარკვეულ თანხამდე. ჩავიდნენ გაარკვიეს მან ვარკეთილში არის წყლის მაგ ოფისი და სანამ არ გადაიხადეს ეს ზედმეტი თანხა დაწერილი ქონდა მრიცხველზე სადღაც 3 ლარამდე ეს 60 ლარი გადაახტევინეს მერე ჩაუწეს შუქი თუ წყალი იცით რა არის? შუქი გაეთიშა წყლის გადაუხტელობის გამო. ნუ არ გადაიხდით წყალს, ეს კომინგულია შუქზე. ჩაუწეს ენერგია, რომ სანამ არ გადაიხდიდნენ ამას, და ესეთ გაუგებრობაში ვარ. ზოგს აქვს სოჩიკი, აქვს წყალი სახში შეყვანილი, მაგრამ სოჩიკი ტრიალებს უკუღმა. მრიცხველის თანხა გადახდილი გაქვთ ამ დროს, ხო? იცით რა არის? მრიცხველის თანხა ხო არის? თუ გამრიცხველი შედიოდა დაფინანსება. მერიამ დაამონტაჟა ეს მრიცხველები არანაირი გადასახადი არ არის, ჩვეულებრივად გააკეთეს. არ ვართ გაუგებრობაში. ჩავედი მე მანდ ვიყავი ჩასული, ჩავიტანე თვითარი, ენერგოს თვითარი, რომ მიებათ ეს გადასახადი, რომ მომსვლოდა აბონენტის ნომერი რამე. ხო და მითხრეს, რომ არა ხართ აბონენტიო და მე ვთხარი, როგორ არა ვარ აბონენტი, როცა ჩემი მეუღლე მან დაიბადა, გაიზარდა ცხოვრობს დღემდე 30 წელია მე მისი მეუღლე ვარ და ცხოვრობ და მოდის შუქის გადასახადი მოდის თინაშვილი ივანეზე და ეს აბონენტის ნომერიც იგივე უნდა იყოს რაც წყლის სოჩიკი. თქვენ ფორმალურად მიმართეთ, ანუ წერილი რა მოითხოვეს, ანუ კი, წერილი მე ვთხარი განცხადება მომეცით ფურცელი მომეცით ბლანკიანი მეთქი რომ დავწერო ის მეთქი განცხადება რომ ესეთი სიტუაცია. მე გადაურეკა ალბათ უფროს არ ვიცი მე ვერ გეტყვით იმან უთხრა რომ განცხადება არ დააწერინოთ და ქვითარს გადაუღეთ ელექტროქვითარს გადაუღეთ ცერუასლი და დაიტოვეთ და მიაწერეთ რომ ის რა ქვია მიაქციონ ყურადღება ორი თვე გავიდა იმის მერე არავითარი შეტყობინება არც მოვიდა გასაგებია ესეთი თხოვნა იქნება ყველა შემთხვევაში მოიცალეთ და აუცილებლად მოითხოვეთ რომ გაცხადება დაწეროთ აუცილებლად ასლი დაიტოვეთ. ჩვენ დასაკვირველია ოპერატორებს უკვე თქვენი ტელეფონის ნომერი აქვს და ვიკითხავთ კიდევაც ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეთ, მაგრამ კარგი იქნება სწორედ ამიტომ არ მოითხოვეს ალბათ ამ განცხადების დაწერა, იმიტომ რომ უკვე რაღაცა გარკვეული ფორმალურ სახეს მიიღებდა ეს ყველაფერი. შეეცადეთ რომ განცხადება შეიტანოთ მაინც და ჩვენც დაგიკავშირდებით აუცილებლად გადავამოწმებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას. ძალიან დიდი მადლობა ზარისათვის.